შემოგვერთა შემდეგი სტუმარი ქალბატონი ეკა ბესელია, მართლმსაჯულების სახლის დამფუძნებელი. საინტერესო და მნიშვნელოვანი გზავნილია იმისთვის, რომ რაღაცა ტიპის ილუზიებით საზოგადოების კვების საშუალება არ კონდეს ადგილზე რეჟიმს, რომ თითქოს რაღაცა რესურსი არსებობს იმისთვის, რომ ურთიერთობები გადაიტვირთოს, მოუგვარდეს და ასე შემდეგ, მით უმეტეს არსებული დინამიკის შენარჩუნებით. ევროკავშირი აქტიურად ბაკვირდება კიდეც და შეფასებებშიც აღარ არის ორაზროვნოვანი, რა პრობლემები ჩვენ გვქონდა წლების განმავლობაში და პირადად ჩემი აზრით, რამაც ნაწილობრივ მაინც განაპირობა კრიზისის ამ სიღრმეში შესვლა. რომ ქართული ოცნება ახერხებდა წლების განმავლობაში არა მარტო საკუთარი ამომრჩევლის ზოგადად საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, რომ ის კი იყო დაძაბულობის ფაზები, მაგრამ ჩვენ მაინც ურყევად მივდივართ ევროპისკენ და ევროპელებიც ასე უყურებენ ამ სიტუაციას. ასე რო არ უყურებენ, აგერ ჩანს. მაგრამ სიტუაცია მძიმდება, ქალბატონო ეკა, ჩემი პირველი კითხვა უკავშირდება შესავალში ვახსენე ისტორიას, რომლის უკანაც კგბ-ს ყურები ძალიან დიდზე ჩანს, მასთან დაკავშირებული ადამიანებისა და ტიპაჟების გათვალისწინებითაც, როდესაც ეგრეთ წოდებულმა პრანკერებმა, ანუ ხმის მიმბაძველებმა, ასე ვთქვათ, დაურეკეს, ესაუბრნენ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, ასევე უჩან ანუაშვილს. ცელი ვიდეო ინტერვიუები იყო. ადამიანები ხსნიდნენ იმას, რაც მოხდა ამ თვეების განმავლობაში, საუბრობდნენ იმის თაობაზე, რა პრობლემების წინაშე დგავს ქვეყანაში დემოკრატიული ძალები, როგორ იზღუდება ნაბიჯნაბი თავისუფალი სივრცეები და ასე შემდეგ. არაფერი განსაკუთრებული, რაც ან ჩვენთან სტუდიებში, ინტერვიუებში არ უსაუბრიათ, ან სხვა რომელიმე უცხოურ გამოცემებთან და ამას მოყვა შემდეგ მთელი აჟიოტაჟი რუსულ მედიაში, რომელიც მერე გადმოდინდა აქ ადგილზე, მათი ინფრასტრუქტურული დანაყოფების მეშვეობით და გაჩნდა საგამოძიებო ინიციატივა მივიდა ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც თავიანთ არა პრორუსულ, არამედ რუსული ინტერესების გატარებას არ მალავენ, სხვებისგან განსხვავებით ამის თაობაზე ამაყად და ღიადად საუბრობენ, რომ საქართველოს რუსეთის შემადგენელი ნაწილი უნდა გახდეს, რაღაც საბჭოთა კავშირის მსგავსი გაერთიანებისა და მათ მიმართებს მთავარ პროკურატურას, რომ აღიძრას საქმეები სალომე ზურაბიშვილის მათ შორის წინააღმდეგ. აქამდე ამას ყველაფერს ისე უყურებდით ხოლმე ჩვენ ცოტა არასერიოზულად, მაგრამ ზუსტად მსგავსი ინიციატივის შედეგი არის გამოძიებები, რომელიც მიმდინარეობს, საგამოძიებო კომისიები, რომელიც მე პარლამენტში იქმნა და ასე შემდეგ. რომელსაც მოყვება თან გადაწყვეტილებებიც. თქვენ როგორ უყურებთ და აფასებთ ამ პროცესს? საღამომშვიდობის. მადლობა მოწვევისთვის, მაყურებელს მივესალმები. ეხლა ის ქრონოლოგია, რაც თქვენ მიმოიხილეთ, პირდაპირ გვეუბნება, რომ აქ ღიად დაუფარავად, ძალიან აშკარად უქმედებს რუსული დღის წესრიგი, ყველაფერი დანარჩენი, რაც ინსტიტუციურად, ფორმალურად არსებობს, არის მხოლოდ შემსრულებელი. ძალიან სახიფათო ფაზაა ეს იმ შემსრულებლებისთვის, მათ შორის კარგად უნდა გაიაზროს საქართველოს პროკურატურამ, ეხლა ამ სქემაში მისი როლი და მისი მონაწილეობა რამდენად ამ უწყებისთვის გრძელვადიან პროცესში იქნება დამანგრეველი. მე ძალიან დიდი ინტერესით ველოდები ეხლა ამ ყველაფრის გაგრძელებას. თავიდან რომ მართლაც ძალიან კომიკურად შევხედეთ ამ პრანკერების ამ იმიტაციას და შეიძლება მართლა სერიოზულად არც აღმიქვია, მაგრამ ძალიან მენიშნა, ის თქვენ რასაც ამბობდით, შემდეგ გაგრძელება რაც იყო. ის თუ როგორ აიტაცა ეს რუსულმა მედიამ, როგორ მოხდა მისი მოდიფიცირება, ფასიფიკაცია, გაყალბება. თავარი ამბავი აქ იყო, სწორედ აი პროკურატურაში, აი ეს ეპიზოდი იყო ჩემთვის ძალიან პროფესიულად, ძალიან ბევრის მთქმელი, პრაქტიკულად ხსნის მთელ ამ სცენარს. ის ხალხი, ვინც არის ღიად პრორუსული ინტერესების გამტარებლები, დადგნენ ეს სამივენი, არც ვიცი სახელი და გვარი ვინ არიან. გაიმეორეს ეს რაღაცა უნიჭო გაუგებარი ტექსტი, მაგრამ ტექსტი, რომელიც გვეუბნება, რომ თავარი მესიჯი ეს იყო, დაიწყეთ ახლა გამოძიება. რაზე უნდა დაიწყო გამოძიება, ახლა რომ მკითხოთ, ვერაფერ არ გიხსნით. დაიწყეთ გამოძიება და ამ მოთხოვნით შეაქვთ საჩივარი. პრეზიდენტის წინააღმდეგ, უჩან ანუაშვილის წინააღმდეგ. რას გვეუბნება ეს ყველაფერი? რუსეთი მოქმედებს ძალიან პირდაპირ და ღიად. ეხლა თუ პროკურატურა მართლაც დაიწყო გამოძიება ამ ფაქტზე,
მე არ ვიცი ეს. მანამდე ხო დაიწყო კაცო ბატოშოშიაში მისი კაკაბაძის და სხვების თითქმის ანალოგური მოთხოვნები. შაქარაშვილის ხო სისხლის სამართლის საქმეები არის აღზრდილი. კომისია შეიქმნა და აშენდა. და ეხლა იცით აი უბრალოდ მართლაც მიუხედავად იმისა რომ ყველაფრის მოლოდინის რეჟიმში უნდა ვიყოთ მე მაინც გეორგი ვფიქრობ რომ აი რაღაცა პროკურატურა უბრალოდ ცოტა ხვალზე გრა შეიძლება ამას მოყვეს ამას მაინც გაიაზრებს ეს ის რატო გონიათ რომ გაიაზრებს იმიტომ რომ მათ უკვე ყავთ მაგალითად ბრიტანეთიდან სანქცირებული მე რიგით პროკურორებზე აღარ ვლაპარაკობ რომლებიც ასევე სანქცირებულთა სიაში არიან მაგრამ ბრიტანეთის ხელისუფლების მიერ სანქცირებული მთავარი პროკურორის პირობებში ცხოვრობთ ახლა ეს არის ძალიან მძიმე მოცემულობა ეს არის ის სიტუაცია, როდესაც მათ უკვე დასაკარგი აღარაფერი აქვს თქვენი აზრით თუ მე თქვენ კახაკახიშვილს იცნობთ კარგად, გქონდათ მასთან პარტიული სხვა სახის მათ შორის როგორც ადვოკატსაც ურთიერთობა და აი ბატონი კახას ეს განცხადებები რაც ბოლო დღეებში საკმაოდ გულწრფელი ამოძახილი არის იმ განწყობების რომელიც ამ დახურულ ასე ვთქვათ კოცურ ელიტებში და არა მარტო სახელმწიფო ელიტებში მიმდინარეობს უფრო დაბალ დონეებზეც ხალხი შეშფოთებულია იმიტომ რომ ეს პრობლემა რეალური პრობლემების წინაშე დადგნენ ოჯახები და ადამიანები. შეუძლებელია, როგორც არ უნდა გამოიყურებოდნენ არხეინად აი ესეთი სახით, რომ თითქოს არაფერი არ ხდება. ბრიტანული სანქციები კი არა, ბრიტანულ სანქციებს კიდე სხვა სიმწვავე და დატვირთვა აქვს და ძალიან მძიმე შედეგების მომტანია და თან არასდროს არ მოიხსნება. აი ყველა იმ ქვეყნის სანქცია, რომელიც პირველი ავტორი იყო ამ სანქციების, სულ რომ მარტო ყოფილიყო აი ცალკე დამოუკიდებლად ერთი ქვეყნის რომელიმე სანქცია, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყანაა, ვინც იცნობს აი ამ სისტემას და ანატომიას როგორ მუშაობს ევროპული ქვეყნები ამ საერთო ერთიანი სისტემის პირობებში, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროების ერთიანი სისტემა შეუძლებელია რომ არ კონდეს მას გადამდები ეფექტი სხვა ქვეყნების და მათ შორის 7-8 ქვეყანა კიდევ რიგშია ხა რომელიც ამ სანქციებს ამზადებს. ეს იმას ნიშნავს რომ შეიძლება დღეს ისეთი სიმწვავით ჯერ კიდევ ვერ იგრძნეს თუმცა ეჭვი მაქვს რომ უკვე ძალიან კარგად ხვდებიან რა სიმძიმის მატარებელი სანქციები. ხვალზე ოჯახის წევრების, შვილების, უახლოესი ადამიანების ყოველდღიურ მოქმედებას რომ აისახება ეს სანქციები. უბრალოდ მართლა დაფიქრდებიან ამის იმედი მაქვს აი თქვენ კითხვაზე რომ კიდევ აქვს თუ არა უკან დასახევი გზა, ჯერ კიდევ აქვს. ყველაფერი არ დაუკარგავთ და უნდა გაიაზრონ, რომ ეს ისეთი აი სახიფათო ხველში შეყავს ახლა რუსულ ინტერესებს ჩვენი ქართული სამსახურები, მათ შორის პროკურატურა, რომელიც ინსტიტუციურად აი როგორც არ უნდა ნანგრევებზე იდგეს ახლა უნდა დაფიქრდეს რა შეიძლება კიდევ უარესი მოხდეს ხვალდას ეგ და მოხდება. აი ეხა იმ პირობებში, როდესაც 19 თებერვალი იყო პრეზიდენტ ზურაბიშვილს რომ აეროპორტში დახვდნენ და თავდასხმა მოუწყვეს წინა დღეს სხვა ამაზეც მაინტერესებდა ხო რა რამე ახლა არაფერი უბრალოდ არ ვეშვებით და ვაგრძელებ მე ამ საქმეზე სამართლებრივ მოქმედებებს ერთი საგამოძიებო მოქმედება არ ჩატარდა. ამ დროს პიროვნებები იდენტიფიცირებულია მედიის მიერ, სახელები, გვარები, ყველაფერი გამოუცხადეთ. გაშიფრულია, ოცნებასთან დაახლოებული ადამიანები არიან. ფორმალურადაც კი არ უკითხავთ პრეზიდენტისთვის რა მოხდა. არავითარი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება, არც ერთი პირი გამოკითხული არ არის. აი არაფერი. დადუმდნენ და აი იმ ფონზე სადაც აშკარად გამოხატული სისტემა სამწანაშაულია. ვახსენებ მზიას შემთხვევა ხო დღევანდელი. აი ზუსტად ეხა იქ გადავდიოდი. ეხლა აი ეს ფაქტი გვაქვს, სადაც არავითარი რეაგირება არ მოხდა და მზია ამაღლობელი შემთხვევა, რომელიც აი არ ვიცი, მაგალითიც კი არ ვიცი, ქართულ სასამართლო პრაქტიკაში არ ვიცი, ჩემი 28 წლიანი გამოცდილების მიუხედავად ვერ მოგიყვანთ მაგალითს გიორგი რა შევადა რომ მზია ამაღლობელი საქმე
რის გამო ყავთ ამდენი ხნის განმავლობაში პატიმრობაში. და ამ ფონზე ხა რომ ამაზე გამოძიება დაიწყება. ხო თვითონ რომ დაამონტაჟეს, თვითონ რომ ფალსიფიკაცია გააკეთეს, გამონათქვამები გააყალბეს, თორე პრეზიდენტი რასაც იქ ამბობს, იმას ამბობს ღია ეთერებში ყველგან. ნუ იქ ისეთ ფალსიფიკაციები ამას ცალკე რამდენიმე სიუჟეტს შემდეგ ჩვენ მივუძღვნით, რომ ვინმეს ეჭვი რამეში არ შეეპაროს, ისი არის ამოღებული კონტექსტიდან ფრაზები და მიწერილი სრულიად სხვა სუბიექტებისათვის. მაგრამ თქვენ ახლა ახსენეთ, რომ რუსეთი უფრო ინტენსიურს ხდის მის აქტივობას ადგილზე და ადგილობრივ, ანუ თავრობა ხელისუფლება ადგილობრივი, ანუ რეჟიმის ინსტიტუტებს უფრო აქტიურად იყენებს. რატომ გგონიათ, რომ ეს დინამიკა ინტენსიფიკაციის უფრო აქტიური არის და არის თუ არა რაიმე კავშირში ბოლო გადაწყვეტილებები, რომელიც სამთავრობო ვერტიკალში გადაადგილებებს უკავშირდება და ხდება გამოხშირვა ერთის მხრივ ძველი ქართულ შემადგენლობის ივანიშვილთან შედარებით უფრო ღრმა წარსულისა და მათ შორის სოციალურ თუ სხვა ტიპის კავშირების მქონე ადამიანების და თქვენთვის ძალიან კარგად ნაცნობი კობახიძის და ამ შემთხვევაში მაინც კალაძის, ასე ვთქვათ, ადამიანებით მათი შანაცვლება. რა ხდება სიამოვნებაში? არაფერი არ ხდება შემთხვევით. და ყველა ძალიან ესეთი შინაარსობრივად მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ საკვანძო ფიგურა იყო ხა ღარიბაშვილი არ იყო ხო რიგითი პერსონა არც თავისი იმ ბიოგრაფიით რაც უკავშირდება ქართულ ოცნებას, იმიტომ რომ ბევრად უფრო ადრე ვიდრე კობახიძე, ვიდრე ლილუაშვილიც მათ შორის და სხვები იდგა იმ პირველ სადავეებთან, როდესაც სამ პარტიას ჩვენ მასში ვქმნიდით. და შემთხვევითი არაფერი არ არის, ხა რაც ხდება, ლოგიკური არის, მაგრამ არ არის შემთხვევითი. არ არის შემთხვევითი, იმიტომ რომ ერთის მხრივ აი როდესაც ვსაუბრობ ჩვენ რუსეთის ღია გავლენებზე, ამაზე უფრო აშკარად და ამაზე უფრო თვალნათლივ არასდროს თავისი ინტერესების რეალიზება რუსეთ საქართველოში არ და ვერ შეძლებია. ეხლა რაც ხდება, არ ვიცი, ადამიანი ბრმა უნდა იყო, რომ ვერ დაინახო, როგორ ერთად სინქრონულად მართლაც მოქმედებენ. ღარიბაშვილის და ლილუაშვილის თემა მე ყველაზე უფრო საკვანძო მგონია, ეხლა რაც ხდება ქართულ ოცნებაში. ეს საერთოდ ჯამში არის აი მშიდა რყევების და ძალიან დიდი შიდა დინებების გამოხატულება, გამოვლინება, გამოძახილი. ამ რუსულ ინტერესებს შიდა გულისხმობდა ადგილზე, ანუ თავად ივანიშვილის ქვევით ვერტიკალში? ჯგუფებს, კლანებს შორის დაპირისპირების განმუხტვის მცდელობა არის? თუ ერთმნიშვნელოვნად რომელიღაცის მხარის დაკავება, იმიტომ რომ ეს არჩევანის გაკეთება მოცემულ სიტუაციაში, ეხა რატო არჩია ლილუაშვილს სხვა ადამიანებს, რომლებსაც რა თქმა უნდა შესტომების და დანაშაულებების ჩამონათვალში შეიძლება ბევრი ვერ შეეჯიბრონ, ხო მარტო სუსის მოსმენების, სკანდალები, უამრავი სხვა რაღაცა, მაგრამ მაინც რაღაცა დალაპარაკებადი სოციალურად ადეკვატური ტიპები უფრო ჩანდნენ შედარებით. არ ვიცი, მე მათ არ ვიცნობ, თქვენ უფრო იცნობთ მაგათ, მაგრამ აი კობახიძის და ამ ადამიანების შემთხვევაში, ხო, უბლავას უყვარს ხოლმე მაგალითს მეყვანო, რომ ზომბები არიან, ესენი ადამიანები არ არიან. ხო. რუსულ ინტერესებს ეს არის ხაზი. სწორედ გიორგი, აი როგორც თქვენ ახლა მოახდინეთ კლასიფიცირება, მინიმალურ დონეზეც კი თუ რომელიმე მათგანი შიგნით რაღაცა ტიპის ძალისხმევას ითხოვს განეიტრალების თვალსაზრისით, კითხვებს ვამენ, თუ გაოცებას გამოხატავენ, თუ იმ ლექსიკონით არ საუბრობენ, როგორთაც მაგალითად კობახიძე, რომელიც პირდაპირ ჩაჯდა ამ რუსული დღის წესრიგის გამხმოვანებლად, ხო? ყველა ასეთი ადამიანი უკვე ზედმეტია დღეს არსებული პოლიტიკური პროცესის თვალსაზრისით ქართული ოცნების არ ჭირდებათ. ლილუაშვილიც, რომელიც განსხვავებული კალიბრის ადამიანი და მოთამაშე იყო, სანქციების მიღმა მყოფი, მას ცოტა სხვა ფუნქცია ჰქონდა, ის არ არის კობახიძე, არ არის რომელიმე კიდე სხვა, ავიც დინარაძე და ამ შემდეგ. უკვე აი თან სხვათა შორის მისი ეპიზოდი ყველაზე დასაფიქრებელია, ხო? აი მე მგონი ყველაზე კარგად ლილუაშვილისა იმ სკანდალურმა გადმონიშნვამ და გაშვებამ აჩვენა რაც ჭირს ახლა ოცნებას ანატომიურად. ის აჩვენებს შიდა ქაოტურ და ძალიან მძიმე კრიზისის სურათს. ღარიბაშვილის და კობახიძის კონფლიქტი ეს ხანგრძლივი ამბავია.
და რატომ დაიჭირა კობახიძის მხარი, იმიტომ რომ კობახიძეს მაღალი წარმოდგენა აქვს ივანიშვილს. იშირდება დღეს იმ როლში უსიტყვო შემსრულებელი ყველაზე მძიმე საქმეების. ხო, ცოტა ღარიბაშვილის თულა წარმომიდგენია, რომ რამეში შეიძლებოდა შესიტყვებოდა ოდესმე. არ არიან ერთი რანგის მიუხედავად იმისა გარედან, როგორც ჩანს, მე ორივე შიგნიდან ახლოდან კარგად ვიცნობ. და არ არიან ერთგვაროვანი. ერთგვაროვანი ყოფილიყვნენ კონფლიქტით წარმოუვიდოდათ. განსხვავებულია ღარიბაშვილი, მას ყოველთვის ყავდა შიგნით, სხვა შორის პარტიის შიგნით უფრო მეტი ხარდამჭერი, ანუ მისი არასოდეს არ ყოლია კობახიძეს. არასოდეს კობახიძე მიღებული არ ყოფილა შიდა გარემოსთვის. არა მარტო იმიტომ, რომ გვიან მოსულია და უცხო რაღაცა სხეულივით იყო. თქვენ გულისხმობთ, რომ ღარიბაშვილს ჰქონდა ელემენტები თავისი პირადი სოციალური პოლიტიკური კაპიტალის თავად ოცნების შიგნით და ასეთი კაპიტალის მფლობელი კობახიძე არ არის, შესაბამისად კიდევ უფრო მეტად დამოკიდებულია ივანიშვილზე. აი რაღაც სენტიმენტები ღარიბაშვილის მიმართ გარკვეულ ჯგუფს კი, ეს აშკარად ჩანდა კიდეც ყოველთვის. და მათ შორის არის განსხვავება რა, ბევრი თვალსაზრისით ვერ დავაყენებდი მე მათ მაინც ერთ სიბრტყეში. აი უსიტყვო შემსრულებელი, რასაც ეხა რა როლსაც კობახიძე ასრულებს სამწუხაროდ მისთვის და სამწუხაროდ ქვეყნისთვისაც ივანიშვილისთვისაც და რუსული ინტერესებისთვის, აი მის ლექსიკონსაც კი რო შეხედავთ, ხო, ღარიბაშვილის სასაუბრო შეფასებები აი მაგალითად უფრო ფრთხილი იყო შედარებით როცა ის ანტიდასავლურ მესიჯებს ახმოვანებდა ვიდრე ამას აკეთებს კობახიძე. აი კობახიძეს რო უსმენთ, არ ვიცი მე მართლა არ არის ზღვარი, სადაც შეიძლება გაჩერდეს. არაფერი არ არის, რასაც არ იკადრებს ადამიანი, ხო? ამიტომ განსხვავებული რაღაცა პარამეტრები ახასიათებდა. ამ კონფლიქტში, რომელიც ძალიან ღრმა იყო და ძალიან არაფერი არ იყო მოგონილი, რასაც მათ შორის თქვენი დამოუკიდებელი ტელევიზიები ახმოვანებდით, ისე ღრმად წავიდა ეს კონფლიქტი, რომ რაღაც გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო მიღებული, ისე დისტანცირებული იყო ღარიბაშვილი. მე მგონია, რომ მასაც ჰქონდა სურვილი წასვლის და უბრალოდ ეს სურვილი სამხედროში მოვიდა ივანიშვილის გადაწყვეტილებასთან. ეხლა მხოლოდ რჩება ოცნებაში მხოლოდ ის ჯგუფი, ვინც ყოველგვარი საცერის და ფილტრის გარეშე უპირობოდ შეასრულებს ყველა ანტისახელმწიფო პროგრამას. და აი ბოლო ზუსტად ამ სიტუაციის თქვენეული ახსნილდა გამომდინარე. ბოლო შემადგენლობაში დაამთავრებს რომ არის თუ რა თქმა უნდა ეს ნიშნავს რომ საფრთხები და რისკები იზრდება ყველასთვის ამ ქვეყანაში. მედიით დაწყებული სამოქალაქო აქტივისტების რიგითი ადამიანების, ამიტომ ყველანაირი ფილტრი, ყველანაირი შემაკავებელი კომპონენტი თავად ამ ხელისუფლების სპეციფიკის, ანუ შიგნითაც კი მოხსნილი არის, მაგრამ ეს არის თუ არა შანსი ოპოზიციისთვის. არის თუ არა შანსი მათ შორის ერთ-ერთი ისეთი საკოორდინაციო პლატფორმისთვის, რომელიც პრეზიდენტ ზურაბიშვილთან ჩამოყალიბდა, რომელსაც რაღაცა კლება აქვს გარკვეული მიმართულებით, მაგრამ შეიძლება მატება კონდეს სხვა მიმართულებითაც. ნახოთ ეს პროცესია და გამოჩნდება. თუ არ ვშტები ქალბატონი სალომე საქართველოში არ იმყოფება, ჯერ ალბათ, იმიტომ რომ თავადაც იყო წასული, მაგრამ ოფიციალურად არ თქმულა, უბრალოდ ერთი ფოტოს მიხედვით მივხვდით, იმიტომ რომ სოფლიო პატრიარქთან ერთად თვითვრინავში გადაღებული ფოტო იყო და არც ვიცით მისი ამ ვიზიტის შინაარსი, ალბათ უფრო მეც მოგვიანებით გავიგებთ, მაგრამ არის თუ არა ეს შანსი ოპოზიციისთვის და თუ არის როგორ უნდა გამოიყენოს? არის შანსი და ისედაც მორალური უპირატესობა ყველა იმ ადამიანს დღეს, ვინც ამ ბრძოლაში წინააღმდეგობის პროცესში არის ჩართული, აქვს. და რა უნდა იყოს იმაზე დიდი უპირატესობა და შესაძლებლობა, როდესაც გაქვს ის მიზანი, რომ ქვეყანა არ დაუთმო ოკუპანტს და შედგეს როგორც ევროპული ოჯახის ნაწილი. ამიტომ ეხა ოპოზიციას მე ესე ცალკე აღარ განვიხილა, უფრო შევხედავდი როგორც ერთიანი ბრძოლის, აი ერთიანი პლატფორმის მონაწილეებს. ვინ რა როლში იქნება იმ პლატფორმის ფარგლებში, რომლის ინიციატორი პრეზიდენტია და რომელსაც კიდევ უფრო დიდი ინიციატორი ხალხი ყავს. ის ადამიანები, ვინც აი ამდენი ხნის განმავლობაში დაუღალავად იბრძვიან, მე ამას ესე შევხედავდი, რომ
ყოველ დღეს და აი ყველა ფორმატს მათ შორის რომლის კოორდინირებას ცდილობს პრეზიდენტი არა მხოლოდ პოლიტიკურ ჯგუფებთან სხვა შორის სამოქალაქო ჯგუფებთან აერთიანებდეს უნდა საერთო იდეა. უბრალოდ ამ ბრძოლის პროცესში არის სუსტი მომენტები, არის გარკვეული ჩავარდნებიც, მაგრამ მთლიანობაში ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იდეის ირგვლივ მებრძოლი ადამიანების ბრძოლა. რაც შედეგს მოიტანს, გიორგი, ეს შესაძლებლობა მათ შორის ქართული ოცნების შიგნით რაც ხდება, ერთ-ერთი ეს არის შედეგი ამ ბრძოლის, შედეგი, იმიტომ რომ შეუძლებელია ამ პროცესმა, ამ ბრძოლამ, სანქციებმა, საერთაშორისო, აი თქვენ საუბრობდით ევროპარლამენტის და ევროკავშირის გზავნილებზე, რომელიც ძალიან მკაფიოა, ძალიან ღია ტექსტით და ძალიან თანმიმდევრულად ამბობს, რომ ის არ ცნობს მიტაცებული ძალაუფლების ავტორებს და ქართულ ოცნებას არ აღიარებს. ითხოვს ახალ არჩევნებს, ითხოვს ინდისის პატიმრების გათავისუფლებას. ეს მოთხოვნები არ მოიხსნება, ამიტომ ოპოზიციას ცოტა მეტი არ მინდა მათი კრიტიკა ეხლა, მაგრამ ეტყვი ერთ რამეს, რომ უნდა ესმოდეს, რომ ეხლა ის დროა და ის მომენტი, როდესაც ეს ორი მთავარი იდეა უნდა იყოს აკონსოლიდირებელი. და პირველ რიგში წინა პლანკზე ვინც დგას, ინდისის პატიმრების ოჯახები, სამოქალაქო აქტივისტები, საოცარი ადამიანები, ხელოვნები სხვა სფეროდან. აი აქ ჭირდება ჩვენ ახლა აი ძალიან ძლიერი კონსოლიდირება, იმიტომ რომ ვართ გადამწყვეტ ეტაპზე ამ ბრძოლის. მადლობა ქალბატონ ეკა. დაგემშვიდობებით და აქვე მეც ვიტყვი იმას, რომ ამ შეკითხვის ნაწილი მათ შორის გულისხმობდა იმას, როცა თქვენ ხას უსვავთ, რომ ეს იძულებითი ნაბიჯებია და ვიღებთ ისეთ მართლობის სისტემას, რომელსაც შიგნიდანაც კი ის თუნდაც ძალიან სიმბოლური, მაგრამ რაღაც შემაკავებელი ფაქტორები აღარ აქვს, ეს ზრდის რისკებს და საფრთხეებს, მათ შორის ოპოზიციის მიმართულებითაც და მათ შორის ყველა დემოკრატიული რესურსის. საფრთხის განცდა მაინც ჩემი აზრით, თუ იმ დიდი იდეების გარშემო სხვადასხვა ტაქტიკური მოსაზრებებით რთულდება, საფრთხემ, ინსტინქტმა, პოლიტიკურმა მაინც მგონია, რომ უფრო მეტად უნდა უბიძგოთ მათ უფრო სერიოზული თანამშრომლობისკენ. ასე მგონია და იმედია, რომ ყველა გააცნობიერებს. ამ შემთხვევაში თავად ივანიშვილი თავის ნაბიჯებით ეხმარება ამ პროცესს. ვემშვიდობებით ქალბატონ ეკა ბესელიას, მართლმსაჯულების სახლის დამფუძნებელს.